საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ბათუმში იშვიათი დაავადების მართვის საკითხებზე სამედიცინო საზოგადოებას და დარგის სპეციალისტებს შეხვდა. დიალოგის ფორმატში ექიმებმა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები მიმოიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მართვის საკითხებზე. მიხეილ სარჯველაძის თქმით, სამინისტრო აქტიურ რეჟიმში აგრძელებს დარგის ექსპერტებთან კონსულტაციას, რათა მტკიცებულებებზე დაფუძნებული საუკეთესო გამოსავალი მოიძებნოს. ამასთან მინისტრმა დაამსწრეებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდა სახელმწიფო პროგრამის ახალ კომპონენტზე, რომელიც ნერვკუნთოვანი იშვიათი დაავადების მქონე პაციენტებს მეთვალყურეობას თავაზობს. ძალიან საინტერესო იდეები გამოთქვეს საჭარაში მოქმედმა ექიმებმა, ეს იყვნენ ნევროლოგები, პედიატრები, ტრავმატოლოგები, რომელთაც აქვთ შეხება დიუშენის დაავადებულ ბავშვებთან. გამოითქვა მრავალი მოსაზრება, თუ რა უნდა გავაგრძელოთ, როგორ უნდა გაგრძელდეს ჩვენი ურთიერთობა როგორც პაციენტებთან, ისე ექიმებთან, ისე რა თქმა უნდა მათ ოჯახებთან. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად საქართველოს პარლამენტი მთავრობა მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საჭიროა, რომელიც აუცილებელია და რომელიც აუცილებლად ემსახურება ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების გამოჯანმრთელებას და უკეთესად ყოფნას. შეხვედრაზე მინისტრთან განვიხილეთ იშვიათი დაავადებების შესახებ საქართველოში, მათი გავრცელების, დიაგნოსტიკის, კვლევის, მკურნალობის პრინციპების შესახებ. იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა.